ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება. შეხვედრის ტრანსლირება გორელი გულშემატკივრისთვის ერისთავის თეატრის სკვერში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მოხდება. თამაში საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მორიგი მატჩი 23 მარტს შედგება. საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. 20 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ძალიან საინტერესო საპასუხისმგებლო მატჩი აქვს. ერთა ლიგის ბეჯგუფის პლეი-ოფის მატჩია სომხეთთან. 20 მარტს პირველი შეხვედრა იქნება სომხეთში. შეხვედრა 9 საათზე დაიწყება და როგორც ჩვენ უკვე ბოლო ხანებში წესად ვაქციეთ, დიდ ეკრანზე გორის თეატრში, გორელი გულშემატკივრები, ადგილობრივი გულშემატკივრები ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისა შეეძლებათ მათ რომ მოვიდნენ და ერთად გულშემატკივროთ, ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს ამ მატჩის მიმდინარეობისას. საქართველოს ნაკრები შემდეგ უკვე საპასუხო მატჩს სომხეთთან 3 დღის შემდეგ თბილისში გამართავს. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯის გადადგმა კარგი იქნება, წარმატებით მოხდეს, ანუ გავიმარჯვოთ. ყოველ შემთხვევაში იმედი ვიქონიოთ და ერთად ერთმანეთის გვერდით, ხომაგობით დაუდგეთ გვერდში საქართველოს ნაკრებს. მოკლედ, გორის თეატრის სკვერი 20 მარტი 21 საათი.